Tato, ხედავ რა პატარა ყოფილა დედასელაპი. ესე იგი ამას ჩემზე მსუქანი ქმარი ჰყოლია. დათუჩა, ოღონდ არ მესროლო და რამდენი ხალის გინდა დარჩი აქ? ახლა მაგარია. კარგია. გევასწაი რა. ეხა სამიზნე ოპტიკა შევუკეთე კიდე და ჩავმივიღო ცოტა ხანში. დათო, ესე იგი ახლა უკვე ამ გზით აპირებ ხო გაუსწორდე ბიზნეს კონკურენტებს? კარგია. არა, უბრალოდ ელენეს მამამ დამპატიჟა სანადიროდ ტახზე. ტახზე დამპატიჟა ახალციხეში და მე იქიდან გადავალთ თურქეთში. თურქეთში. ესე იგი ამ თურქეთიდან ჯერ სკამები გამოზიდე? ახლა მიდიხარ ცხოველები უნდა ამოწყვიტო? მოკლედ ააწიოკე ეს ქვეყანა რა. ირა. იცი რა მაგარია თურმე ტახზე ნადირობა. გაწიე კაცო რა. აი როგორ ხდება იცი? ესე იგი ტახს ძინავს. ძინავს ტახს იძინებს ხოლმე? ისე ერთი წუთი რა. ტახს ძინავს მუცელზე? არ ვიცი. და ესე მე მიდიან რამოდენიმე კაცი სარეკში. სადა? სარეკში. კიდე გამორეკული. სუნდა ეს. როგორ რეკში? სარეკში. გაღვიძო. ტახი და გამორეკული რა. აღვიძებთ. ხო, მიდიან და დაიწყებენ ყვირილს. ისვრიან და შუკრავენ აზელა და მოსდევენ ამ ტახს და მე გავუშვებენ ძაღლებს. ძაღლებს ხო გამოუშვებენ? მე ხო იცი სადღეორი, იმათ ხო იციან. ტახმა? არა, მაგრამ ესენი მოდიან. და ჩემთან რომ მოვა უკვე ტახი. ეგ არის რა. მაგარია რა. მე მაგისტრის მეტი ხარ თურქეთში? უთხარი შენს იმას რა ქვია, ჯერ დადექი აგერ ჩემ აივანზე? აქ მე უთხარი იმ რეკავებს თუ გრეკავებს თუ ვინ არის ისეთი სარეკიდან ხო მარეკები მრეკავი ხო და უთხარი იმათ ცოტა მეტი ფული მიეცი ხო და მოგირეკონის ტახი აქ და ეზოში როგორც კი მოვა დაახალე დათუჩა რა ერა ხაში მომისმინეთ ისე არ გეშინია ტახზე რომ მიდიხარ? არა ოჯახ მარიგუნა ნახე რა მაგარი ბიძაშვილი ყავს ტახის არეშინია ტახზე რო წავიდეს სანადიროდ არეშინია ის ზაზა ქვია ხო ელენეს მამას ზაზა ეს ზაზა ტანით შენზე დიდი კაცია? კი ანუ შენზე მაღალია გამატარეთ გაწიე კაცო გამატარეთ მარიგუნა იმ დღეს მე ხო იცი უყურებ ხოლმე ამას გადაცემებს ცხოველებზე ხო და არაჩვეულებრივი გადაცემა იყო არა ძალიან ძლიერი მიმომხილველი ყავთ ტახების ხო და ის ამბობდა თურმე ეს ტახი ყოფილა მაიმუნი ცხოველი მარიკა ისეთი მაიმუნი და ეშმაკია თურმე აი ესე გახედავს მარიკა ნახე აი ესე გახედავს და ეს მონადირეები ყვარიან ხო ეს გადაავლებს თვალს გადმოავლებს და ყველაზე სუსტი რომელიც არის ტანმორჩილი და დაბალი ხო იმას აარჩევს ხოლმე ამ მონადირეში 2-2-დან აარჩევს 4-4-დან და ასე შემდეგ და აი ეს აარჩევს და გაექანება თურმე გინდა ესროლე რაც გინდა უქენი თურმე არ ჩერდება სანამ არ მივა და არ გაფატრავს მარიკა აბა
ასეთი ყოფილა ეს ტახი კაცო. ირა. რას მოусმინე? აბა რა არ მეშინიაო? ჰა? რა? ტახის არ მეშინიაო? არ მეშინია. აბა რა შეინტერესებს რას მოусმინე? არ მეშინია. ტყუები რო გაგითავდეს მაინც არ გეშინია? ტყუები არა ის მას რო გამითავდეს რა? გასწავლი. ყველაფერი აი აღიარე რომ ყველაფერს მე გასწავლი ხო? ხოდია. დადექი. გაგითავდა ტყვია. დგები ასე, ეს ფეხი. დადექი, მეორე ასე. ჩაჯექი ცოტა, აი ესე. გაიხედე იქი ტახი იქიდან მორბის. გახედე ასე. გახედე ტახს. პირი გააღე. დაიყვირე და გაიქიც. აბა რა ტახი. რადგი და შენ ტახი გაუშვი შენი მრეკავები წყალში ჩაუშვი და ამოგირეკონ ამოგიყარონ თევზე. ხოდეს თევზები რა აყლემენ კონტახით ასე და თუ ჩარტ ესტროლე ვაშკაცურად გათიშე ეს თევზები. შენ იმაიმუნე და აი რო ჩამომივა ოპტიკა მე რენახე შენ. რა ჩამოგივა? ოპტიკა. რა ოპტიკა? აი ეს სამიზნე ოპტიკა. ის ირა. მაინც რა ოპტიკა? არიცნობ. გაიგე? ვითომ ვითომ და ვერ გავიგე ვის არ ვიცნობ? ქეთევანს. ქეთევანი ვინ არის? მე ვარ სანდრო, მე ვარ. მე ქეთევანი. ой სასიამოვნოა სანდრო. სანდრო რა გჭირს? რა მჭირს როლში ვარ მოვირგე რა უნდა მიჭირდეს როგორი იყო მითხარ როგორი ითამაშე შემაგე ბრავო ყვავილები მოგართ ვარ სანდრო აბა უნდა მიმაჩვიოთ ეხლა მომისმინეთ ესე იგი მე თქვენ ანკეტებზე და განცხადებებზე აღარ შეგაწუხებთ შევასებ მე თვითონ ყველაფერს ხო ესე იგი ახლა წერთ ესე აბა მე ქეთევან ღლონტი საშუალო სიმაღლე. აი მე დღეს დამავიწყდა რაღაც საქმე მაქვს და მე მგონი მე არ მეცლება. კარგი თავი დამწერთ. მე ქეთევან ღლონტი ვარ მაღალი. კარგი ხო დაგეხმარები წამოვალ მაგრამ მე მგონი გავგიჟდი. რატო ქეთევან? რატო და ანანოს ვუჯერებ რომ სანდროს გავყვეთ სოლად ეხლა მე ნორმალური ვარ. ვერა ვარ კარგად. აქაც ყველაფერს მორჩი. დამარსაც დილის სიურპრიზი გაუკეთე, რომ გაიღვიძებს და ხვდება ის როგორ უყვარს ხოლმე რა, სკვიანობამდე ძილი. ვა, აი ეს ის კროსვორდი. სად გავჩერდი? აჰა. კურორტი ამერიკაში. მი არის ბოლო 100. მი. ბახო. ბატონო. ის ყავა და კრუასანები შენ დატოვე საწოლში ლანგრით? კი სიხარულო. ოკეი, სიხარულო და კოშმარი დამესიზმრა რაღაც წამოვხდი ის ყავა დაიქცა კრუასანებიც ეს დაიპნა დაისვარა ყველაფერი. ხო და ის შენი გასარეცხი გახდა. აი ესეა შენ თვითონ იმატებ საქმეს, შენ თვითონ. ხო. თამარ. რა დაგესიზმრა კოშმარები? მე მითხრა ხო ხმამაღლა მოყოლის მეშინია რაღაცნაირად არ ამიცხადდეს და წყალს უნდა მოვუყვე. თამარ წყალს არ მოვუყვე, მე მომიყევი რა. გითხარი ხო წყალს უნდა მოვუყვე მეთქი. თამარ არ მოვუყვე რა, წყალს გაგიждდებიან აზერბაიჯანელები. რა აზერბაიჯანელები, რას ლაპარაკო? მომისმინე თამარ. ეხლა წყალს ხო მოვუყვები შე. ხო. ეს წყალი მილში ხო ჩავა? ამ მილიდან ხო შევა მტკვარში. ეხლა მტკვარი თავისთავად ხო ჩადის კასპიის ზღვაში. ხო და გაგიждდებიან აზერბაიჯანელები. ინიძელი შინა. ისწავლე ხუმრობა. გაჩერდი ეხლა, ნუ იცი ხო. თამარ. მიდი, მოუყევი წყალს, მოუყევი, სანამ კარგი ნაპორია მოუყევი. აი. ეს რა. სახელმწიფო ქალაქში. აუ. სახელმწიფო ვატიკანი.
ნი. ვატიკანი. ო, ქალებისთვის ხოს გაუმარჯოს. სახშია თამარ, რა გაყვიდებს? სახშია თამარი? ხო. მერე ვახო. მერე ასე უსაქმურად უნდა იჯდა შენ. აი ხე ცოცხლე მიდი მიხედე საქმეს, მიდი. დაჯექი. სად არის თამარი? წყალს ელაპარაკებ. რა შე წყალსა გაგიჟდა? ლაშა წყალს უყვება სიზმართ. წყალს უყვება სიზმარს? ხო. რას უყვება ნეტა? არ ვიცი ლაშა, ისე ჩუმად უყვება, ჩუმად, მე რო არ გავიგო. ჩუმად უყვება, შენ რო არ გაიგო? ხო. ვახო. მოიწივი. თამარ, მე ქვემოთ ჩავალ მაღაზიაში, ჰერკულეს ვიყიდი და ამოვალ. ვახო, წახვედი. ადა მოვიდე იუზე თეთრი ცხენით. ჩემ წასაყვანად. სხვა შენს ორივე თვალი ქონდა და არ მესი ამოვნა, რაღაცა ცუდად მენიშნა, არ არის რა კარგი. აი ესე ცხენზე შემომისვა და გამაქროლა ტყეში. რაცა მიტოვებული ქოხი იყო თეთრ წვერებიან კაცთან. მოვიხედე იუზა აღარ იყო. მე მგონი წასული იყო თუ გაქრა, არ ვიცი, რაღაცები ბუნდოვნად მახსოვს. შემიშინდა ახლა ამ თეთრ წვერებიანი კაცის და მინდა რომ გავიქცე. გავრბივარ, ვერ გავრბივარ და აი ერთ ადგილზე დავრბივარ რა ხო და რაღაცა კლდესთან აღმოვჩნდი მერე უცე. გავიხედე მოდის თითქოს ლაშა, მოხუცი და მეძახის პრებედინა როგორა. ვაიმე ლაშა, ხო და ესე კიდე დიდხანს მეძახდა პრებედინა, უნდა გადაგაგდო. ვაიმე ლაშა, თამრიკო ვარ, დამკვდა ვაიმე წყალი წავიდა. ოხ, რა ჯანდაბა რა ამათრა, სიზმარი ვერ მოგიყოლია რა. ეხლა წავიდა წყალი. თამარ, აი ქვემოთ მაღაზიაში ჰერკულესი არ ქონდათ ხო? სამაგიეროდ ნახევი მოგიყვანა? რა გინდა ესეც ჰერკულესივით ტანზე დგას. ხო. რებედინა როგორ ახარ? ვაიმე. რაიყო თამარ, რა მოგივიდა, გაგეხუმრე, შენ ხომ მეხუმრე წეღანა, მეც გაგეხუმრე. გამეხუმრე? არაფერი არა. არაფერი. მარიკა. მოდი ერთი წუთი. მოდი ბეღურა. ხო. მარიკულა. შეხედე ამას. მარიკა. მართლა არსებობს წვანე ვეფხვი? ირაკლი. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ წვანე ვეფხვები, ვარდისფერი ბეჰემოტები და წითელი ნიანგები არ არსებობენ. ეს ტელევიზორი გაფუჭდა და შენ ამას როგორმე უნდა შეეგუო. აჰა. მწვანე ვეფხვს კიდე შეეგუება კაცი მარიკუნა, მაგრამ მესი რო დავინახო სხვა ფორმაში, სხვა ფერის ფორმაში გავგიჟდე. ნამდვილად გავგიჟდები. მიდი ერთი ისქენი რა ქვია, გოგის ნომერი ამიკრიფე რა. ისე რა გინდა რა რომანტიკულია, არაჩვეულებრივია. მწვანე ვეფხვი მისდევს იასამნისფერ ანტილოპას. რა აღმოჩენებია ამ ტელევიზორში გაგიჟდები. გავიდა? მომეცი? მადლობა. ალო, გოგი მე ვარ, როგორ ხარ? მადლობთ, კარგად მეც. გოგი, რა მაინტერესებს იცი? გახსოვს შენ რო იცნობდი, კარგი ხელოსანიაო, ტელევიზორებს აკეთებს. ხო, ტელეფონის ნომერი მითხარი რა, გაფუჭდა ჩემი ტელევიზორი. რა? ის მარტო საბჭოთა დროს გამოშვებულებს აკეთებს? აჰა, გასაგებია. რა? ახლის ყიდვა ჯობია და რა, პლაზმური ტელევიზორი იყიდება იაფად? ვა! მართალი ხარ გოგი, მართალი? კი, ახლის ყიდვა ჯობია. რა თქმა უნდა. ხო. კი, გადავცემ დათოს აუცილებლად გადავცემ. რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. დიახ.
ზაზა იყო ის ელენეს მამა. დათოსო ვერ უკავშირდებიო და გადაეციო რომ ნადირობა გადაიდო. თელი გამი არ მეძინა რა, ჩემთვის ფიქრობდი მართლა დათვი რო ყოფილიყო იქ ხა დამენახა რა. ხოგოგი. ხო, ესე იგი, ხო, ვიკენდი მაგ ტელევიზორს. ვიკენდი კი მინდა პლაზმური ტელევიზორი ფეხბურთს უყურებ მშვენივრად, ხო? რა თქმა უნდა, ჩავრთოთ, ჯერ ჩემთან ჩავრთოთ, მერე შენთან ჩავრთოთ და მერე ბეროზაშვილთან ჩავრთოთ. ბეროზაშვილს კარგი კახური ჩამრთველი აქვს, მე ვიცი ისეთი ნატურალური მშრალი. ხო, ხოგოგი, კი გოგი. ხოგოგი, ვაიმე გოგი დამღალეო. ვაიმე დამღალე. კარგი დაგირეკავ. ხო, კარგი გოგი, კარგი. მე ხა ეს დათვზე კი არა ვთქვი ეს. დათვზე კი არა ვთქვი. ის რო შეუკვეთე მე სამბიზნე ოპტიკა ტყუილა ხარ შეუკვეთე სხვა აი მაგაზე ნერვიულობდი მთელი ღამე. ხო, მე ეგრე გავიგე და ხო. და რა გოგი? რაო მარიკუნა და ის ყოფილა რა ქვია იყიდებაო არაჩვეულებრივი პლაზმური ტელევიზორიო მაღაზია ყოფილა არაი ხო და აქ იყიდება ამ არაიშიო ეს ტელევიზორი კარგი ნაღდი კორეულიაო შვენიერი ტელევიზორი მარიკუნა მაგრამ რა ვქნა ახლა ჯიბეზე არა მაქვს ამდენი ხელფასამდე ვერ ვიყიდი ამ ტელევიზორს თან დავაკლებინებო ჩემი ახლობლების არისო და კიდე უფრო დაგიკლებენო და ვიღაცას უნდა ვესეს ხო ხო და ძალიან კარგი ირაკლი თუ იაფია თან დააკლებინებ მაშინ ვიყიდოთ უნდა იმიტომ რომ აი შეხედე ჩვენი ტელევიზორი საბოლოოდ გაფუჭდა ვიცი მარიკა მაგრამ ეს იაფი არის 1000 ლარი ხო და არა მაქვს მეთქი გეუნდები მარიკუნა ჩემო ბეღურა არა მაქვს 1000 ლარი 1000 ლარი 1000 ლარი ხო იაფია დავაკლებინებო მაგრამ ნამდვილად დააკლებინებს ახლა არა მაქვს ფული და ვის ვესეს ხო იმას ვფიქრობ ვინ გვასესხებს ირაკლი ხა ჩვენ 1000 ლარს დათო 1000 ლარი უნდა მომცა ერთი წუთი კი ბატონო აი მარიკო წავიდა ახლა გამოგვიტანს 1000 ლარს დაურეკავ გოგს და მოვიტან ტელევიზორს ხო და უყურებ ფერმი რამდენი გინდა? აი რამ გაგაგიჟა მასესკე მეთქი მაჩუკე მეთქი ხო არ მithქვავს არა გაწიე თოფი ჯერ შეგაწიე შენ გაწიე ცავად უკაცრავად გამატარეთ მე ვარ სანიტარი და გამოდე ესე იგი დათო რა ერთხელ დამჭირდი და აი ამ ერთხელაც არ მეხმარები რა ვერ დაგიხმარე სხვა რამეში დაგიხმარე სხვა რამეში რაში დამეხმარები ერთი გათხოვდი რა სახლში შედან რა გარაფერი შედარაკ ვის რაცეუბნები 21 საუკუნეში ტელევიზორი არა ხო და მით უმეტეს დაცუჩა მით უმეტეს რო არა მაქვს 21 საუკუნეში შენც ხო გინდა ის ტელევიზორი რა მოგივიდა მომეც ის ფული და მოვიტან ახალ კარგ პლაზმურ ტელევიზორს არ მითამე ტელევიზორი არ გინდა არა დღეს მე ოპტიკა ჩამომივა ამის სამიზნე აი მესამე სართულზე მშვენიერი ტელევიზორია გავიხედე და უყურებ ის და ეხლა კიდე თუ მთხოვ რაღაცას ცოტა ა დათუჩა ლაგე როგორი კურცხვიტა ა ეს როლე არა აცილო და გახსოვდეს რომ ეს არის ნაკრძალი და ერთი ბაჭიას მოკლა აქ ღირს 1000 ლარი მიდი რა ირაკლი სასაცილო იყო უიმე წელი მეთქი და ხო ის დათო არაჩვეულებრივი მეტიც რომ ვთქვათ გენიალური იდეა მომივიდა თავში დათო მომისვიდე ახლა მე და შენ ვიხმაუროთ ამ ხოურზე შემოვა საშა ხო და შედახტები თოფით შეეშინდება და დაგვანებებს თავს რა ჩიგარი ხარ მიდი ახლა სერიოზული სახით მე რომ მაშინებდი ხოლმე დილას ხო
რა გითხარით მე თქვენ არ ეხმაუროთ მეთქი მე რა ვიცი რა მითხარი რა მითხარი რა მე ასე მახსოვს ყოველ დღე ვირა მითხრა როგორ გეკადრება რას კი არ მიხმაურო ჩემს სახში ვარ მე და ვეა ხვია ვხმაურო მითხრა მე რა ვიცი მე რა მე ვხმაურობდი დიდი ამბავი რა მე ბატონო საშა ვიხმაურობდა როგორ გეკადრებათ მე ქვაბი დამივარდა ბატონო საშა ქვაბი საშინელი ქვაბია სულ მივარდე გაფრთხილე საკუთარ ნიფთებს მოულაჭირდები რა თქმა უნდა და იცოდე ვიცი კიდე ვიხმაურებ თელ კორპუსს გავასახლებ სულას პირველ რიგში შენ მადლობა ესე კენა მასაკი ჯიბუტი დაყარე იარაღი და დამნები ისეც გამარჯობა თანანო გამარჯობა როგორ მიდის პირველი სამუშაო დღე ძალიან კარგად მიდის პირველი სამუშაო დღე პირველ კლიენტებს ველოდები და ეხლა წუთი-წუთზე უკვე უნდა მოვიდნენ შვენიერია თუ შეიძლება მეც დავესწრები ძალიან მაინტერესებს თუ როგორ გაართმევთ თავს პირველი კლიენტების დაწყვილებას უნდა დაესწროთ დაბრძანდით როგორ არა დაესწრეთ გავართმევთ თავს აი ისინი შეიძლება მობრძანდით ეს ჩვენი სააგენტოს უფროსია ბატონი იურა ახალგაზრდებს ეხლა გავიცნობთ დაბრძანდით აქ შეიძლება თქვენ მან დაბრძანდით თქვენ აქ დიახ გამარჯობა წესიმო დაბრძანდით გავიცნოთ ერთმანეთს გოგონათი დავიწყოთ გისმენთ პრინცესა 78 ბეტმენი შესანიშნავია პრინცესა 78 აი ნახეთ რა შესანიშნავი ბიჭია ბეტმენი ზუსტად ისეთია როგორიც თქვენ გქონდათ აი აქ მითითებული ნახეთ მაღალი შავი თვალებით გამხდარი სიმპათიური კი დაგეთანხმებით გარედან ნამდვილად კარგი ბიჭი ჩანს მაგრამ მე რა ვიცი თავში რა უდევს რა უნდა ედოს ანანო ჩვენ შეგვიძლია რომ სხვა ვარიანტიც ვნახოთ ხო აი ფოტოები ესა მაგალითად ამას მე-13 ცოლი ყავს და გთხოვა იქნებ მე-4 მინახოთო რა ისა მანახე ფოტო ფოტო მანახე თაგეხოთ ფოტო მანახეთ აი ნახე არა აი მე გადარჩი აი მე მკაცრავად არა იყოს მე ისევ ბეტმენზე შევჩერდები დიახ მეც ბეტმენს გირჩევდი მით უმეტეს აი ბეტმენის ანკეტა ბეტმენის ანკეტაში წერია რომ ის არის ძალიან განათლებული რა მართლა დიახ კიდევ თქვენ უკრავთ ფორტეპიანოსა და გიტარაზე კაი რა სლაბარ კიდე რასვაკეთებ კიდე ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით და ბევრ საგანში ერკვევით თავისთავად მე ხო ლონდონში ვსწავლობდი ვაიმე თქვენ ლონდონში სწავლობდით არ არსებობს ბიჭერი ეხლა გადავიდეთ ვაჟზე ბატონო ბეტმენ თქვენ როგორ მოგწონთ პრინცესა 78 ძალიან მომწონს განსაკუთრებით მისი სანათესაო აი თამარი იუზა რამინის ხბო ქმარი რა ბრძანეთ გოგოს ქმარი არა შეშ უკაცრავად ქალბატონო თქვენ ქმარი გყავთ თქვენ ვერ გაიგეთ სწორად პრინცესას კი არ ყავს ქმარი რამინის ხბოს ქმარი სუნიერი უმორი ცოდნია ჩვენ
ზალიანი სააგენტოსგან აი, ტკინებით. საჩუქარი გამომართვით ის. მე რომანტიკული საღამო რესტორანში. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ბეტმენ, ხო პრინცესა შეიძლება დღეს საღამოს რესტორანში ჩემი ძმა ლაშაც წამოვიყვანო? შესანიშნავი იდეა მე ჩემ და სალომეს წამოვიდა მიხარია ძალიან რომ ასე კარგად გაუგეთ ერთმანეთს. იცით ბატონო, ორიო სიტყვას დავამატებდი. ეს ყველაფერი არის ანანოს დამსახურება. რომ არა ანანო, ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებოდით. რომ არა ანანო, ამ ძვირფას ადამიანს ბეტმენს ვერ გავიცნობდი. რომ არა ანანო, ძალიან დიდი მადლობა ანანოს რომ შემახვედრა. მე თქვენი სახელი? სანდრო სანდროს, ხო, სანდროს. მე უკაცრავად ჩვენი ხლა გვეჩქარება უნდა მოვებზადოთ საღამოსთვის რომ წავიდეთ ბახშამზე. დიდი მადლობა ანანოს რომ შემახვედრა. თქვენი სახელი სანდროს. დიდი მადლობა ანანოს. ძალიან კარგად შენდებოდეთ. გილოცავ ანანო, პირველ დღეს ასეთი წარმატება დაუჯერებელია. შეგიძლიათ შევუდგეთ მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი ვაიმე. ალო, სანდრო. გაანებე მაგას თავი, ქეთევანია ეგა. სანდრო. რა მაგარი იყო ახლა? როგორ შეეშინდა თამარს? დაინახე? სადა ერთი გამოვიდეს რა. მოდი, ეს შემავსებინე ეს კროსვორდი რა. შემავსებინე ერთი, გავიგოთ შენი ერუდიცია. აი აქ გავიჭედე. შეხედე? კურორტი ამერიკაში. ესე იგი, მე არის ბოლო 200-ო, წინ 400-ო. არიცი? მე ვიცი. ჩაწერე. I Maya Miami Miami Maya-ზე გამახსენდა მართლა ყოველ საღამოს მირეკავს ლაშა გეხვეწები ვახოსთან შემახვედრე მე რო უთხარი რომ ვერ შეგახვედრებ მე კიცი რა მითხრა რაო და შენ თუ ვერ შემახვედრებო მე თვითონ ავდგები და მივალ სახში მივადგებიო შევალ რამე რა წყალს დავლებ და მიდი უი მაიამი რეკავს ხო მაია ვახოს ახლავე არა იყოს უკვე აქ ხარ მოხვედი ვახოს სახლის მხრიდან მოხვედი რას ლაპარაკობ მაია და ისა ვახო მე მაგიდაზე წყლის არის რა ქვია რძეა და მიდი ბარე მომიტანე რა კარგი რა ლაშა რა კარგი გამისხდა გული ესე როგორ შეიძლება ესე ხუმრობა რა გამოგივიდა არ მოგიტან მომიტანე არ მოგიტან ვახო ბატონო რძე მომიტანე თორე ხმამაღლა ვიმღერებ და თამარი გაიგებს იმღერე მე რა იმღერო კარგი მაია კარგი ხო მოვიტან მომა ბახო აქ არის ბახო კი რძე მოაქვს ჩემთვის რა რძე რა დაგენერთა რა და ხო გაგიგონია ეს შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანია და ეს თამაშობ თქვისლები რა ხო წამოდი რა ის დამამთავრე უი თამარ მართლა რა კარგია რომ შემოხვედი ვიღაც თეთრწვერებიანი კაცი ეკითხულობდა ხო რა მოგ მე გავალ მარიკასთან წვეთები ექნება რამე და გამოვართ მე ხო გადი მარიკასთან გადი კარგია თამარ ეს თან კაცაც ნახავს სადარბაზოში გელოდი ვაიმე თამრიკო დამთხევა ეს ვაიმე
რა იყო? რა მოგივიდა? თამარ თივა ხო არა გახშია? არა. რატო გეუბნები, იცი? ქვევით სადარბაზოსთან არის ვიღაც თეთრ ცხენით მოსული. ხო და ვიფიქრე თივა თუ გაქვს მეთქი იქნებ ჩავი არც ქერი არა გაქვს? არა. ხო და ვიფიქრე იქნებ ჩავალ მეთქი ჩავდა რამ ცხენს ვაჭმევ თქო რაღაცას ვაჭმევ იმიტომ რომ ცოდუა ხე ცხენი თან რა უნდა ეხლა აქ ცხენს რა ეტყობა ვიღაცის წასაყვანად არის მოსული. ადექი შენ ფეხზე ვახო. საიდან იცის ლაშა მე რა ვნახე სიზმარში, ა? ვახო მეთქი. თამარ დამშვიდი. შენ ხო წყალს მოუყევი? სიზმარი. ხო და ის წყალი დალია ლაშამ. ცუდი მესაიდუმლია თამარ. ცუდი მესაიდუმლია ეს წყალი. უყვები და ეგრევე გარბის მეზობლებთან და ისიც უყვება. აბა რა გამოვიდა ეს? კარგით რა გამიხეთქეთ გული რა ისე თამარ შენი სიზმარი მოწონებიათ ზევით თავრობაში. ხო და ეხა უნდა მისცე ეგ სიზმარი. ხო იცი როგორ შემოიხევ თავს და ჩემი სიზმარი შენ და მისცე. ხო? გეყოფა. აი ხა მოვაჯარი და წაგიყვანე. გეყოფა ეხლა რაც მანერვიულა. ნახავ ერთი კეთილად რამე წათები ხო არა აქვს. მიდი შენ ერთი კროსვორდი მომიტანე რა. გავაგრძელოთ აბა ჩვენი მომენტი. აბა ესე იგი წყნეთელი გმირი ქალი. ვახო. მაია თუ თამარი ამოირჩი. კარგი ჩუმათე. კარგი, კი ბატონო. აჰა, ესე იგი ქართული ქალთა ცეკვა საზე იწყება. ჩუმათ, რა მოგივიდა? კარგი ხო, რა მოგივიდა ვავსებ რა. ნუი თამარ, მოდი. აბა ერთი მომეხმარე რა. ესე იგი ამერიკული ტომი რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და გადაშენდა. მაია. ყოჩახ, მაია ხო ეგა? რა გაკანკალებს რა? ვაიმე, მაიაზე გამახსენდა. ირაკლისის რამ არის ხო? დივანი, მაია. ზომელია ეგ ვინმა იცი შენ ვახო ეგ მაია. მაია. აი რაღაცნაირად რო იჩინის. ეს იცი რაღაცნაირად. მაია, ხო. ვაიმე, საოცრება. ნახე სიზმარში ვითო მაია და ვახო ერთად იყვნენ. იმდენი ვიცინე რა ხონა რასი სულელეს არ ნახავ სიზმარ. რასი სულელეს არ ნახავ არა თამარ. ხო სად ვახო და სად მაია. სად ვახო რასი სულ მიდი ერთი ზემომიტანე რა მიდი. მომიტანე თორე მოვიდა ეს წყნეთელი გმირი ქალი. შენ საღამოს შემოხვალ სახლში. გაიზარდე. ირაკლი, რა შვები? მარიკა, ვცდილობ რომ გამოვასწორო რა. არ მე დარწმუნდი შველი რამეს. რა ვქნა მარიკუნა, აბა ტკბილი სიტყვით ვერ გამოვასწორე რა. კარგი პატატინა, წამოდი და ხელფას რო აიღებ, მე ახალი ვიყიდოთ. ვაჰ, მარიკა რა, არადა რა კარგი ვარიანტი შემომთავაზა გოგო. რა ჩვეულებრივი ვარიანტი შემომთავაზა. ვიყიდიდი იმას რა ქვია პლაზმურ ტელევიზორს. მოვიტანდი რომ მოეცა ფული. გვექნებოდა ახალი სისინა ეს რა ქვია პლაზმური ტელევიზორი უყურებდი ჩემთვის შვიდად ფეგმის, მაგრამ რა ვქნა გოგის თვითონ არა აქვს ფული რომ ასე ხოს იმასაც ხელფასი ასაკები აქვს. მე ხელფასი ჯერ არ მიყია მარიკუნა, გოგიცაც არ არის. ეს კიდე არ მაძლევს ფულს. კარგი, ირაკლი, მჭირდება ალბათ, თორე ხო იცი როგორია რა, მოგცემ და აბა რა სიზამდო. კარგი მარიკუნა რა, კარგი რა, შენ რა გამოგივიდა, რა შეჭირდება? რაღაც სისულელეებში ხარჯავს ამ ფულს რა, ეგეც გამომივიდა ლომებზე მონადირე. ჩემი კარ მომტანიათ. არა, ჯერ არა. დათო, მოდი, დაჯექი ერთ წუთი რა. დათო, გაიხედე იქით. ნახე. ხედავ. ეს ტელევიზორი გაფუჭდა დათუჩა. და უნდა ვიყიდოთ ახალი. ამ ეტაპზე ფული გაქვს შენ. ხო და უნდა მასეს ხო ის ფული მე 1000 ლარი. შეიძლება დამიკლო, ნაკლები დამჭირდეს, არ ვიცი ხო და მოვიტან ამ იმას რა ქვია ტელევიზორს და მასეს ხერა რა მოგივიდა რა. ირაკლი.
აი ხა ტელევიზორზე გამახსენდა. რამდენი ხანი ამ ტელევიზორისთვის არ მეყურებია და ნატომ რაო? არ მიგიღებ თო? რა ნატომ დათო ტელევიზორზე გელაპარაკები ეს გაფუჭდა და ახალია მოსატანით რა ნატომ მამიცარაო? დათო მომისმინე ტელევიზორი გაფუჭდა ახალია მოსატანი ფულს თუ მომცემ დღესვე მოვიტან და აქ გვექნება ახალი პლაზმური ტელევიზორი არა და ნატო რომ მიგიღოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ჩვენთვის ა? ნატო არ ვიცი მე როგორ მიგიღე ამ სახში ეგ მიყვირს მომიშალა ნერვები კარგი ახლა რატო აწვალებ ირაკლის? აი ირაკლის რას ვატოლებ? არ ვატოლებ ირაკლის, საერთოდ არ ვატოლებ ირაკლის. უბრალოდ რა არის? რამხილაც არის მხილად ტელევიზორი მომიდომა. გახდეს ცოტა და კი ბატონო. აი მე ხო არ გამختاره და მე მიყიდე. შენ გამختاره რა ხარ? შენ ხარ პატარა მაგრამ. პატარა. და პლაზმური ტელევიზორი უკვე შენთვის დიდია. შენ მობილური ტელევიზორი კიდე გიგეთი. კარგი რა მარიკა, კარგი რა, რას ლაპარაკები და რას მიშლი მე ნერვებს, ან შენატო იშლი ნერვებს ჩემო ბეღურა რა. ოკედა ბჟოტიალობს რაღაცეებს და ამ სისულელეებში ხარჯავს ამ ფულს რა. რა ირაკლი? ოპტიკური სამიზნე არის ბჟოტიალი და სისულელე? დიახ. ოპტიკური სამიზნეა სისულელე, ხო? დიახ. ბარსელონა და მესი და ბარსელონას ფორმა არის სიბრძნე, ხო? მე როგორ მაკვირვებ ხოლმე? მარიკა, უთხარი გავიდეს შენი ბიძაშვილი, თორე ვესვრი ახლა ამ ტელევიზორს რა. რას ვესვრი? ტელევიზორს. მე თობს გესვრი. ნახე როგორ მომიშალა ნერვები. მარიკა, ოპტიკა თუ მოიტანე დამიზახე და გამყვა. კარგი. აი ეს მიშლის ხოლმე ნერვებს მარიკუნა რა. ჩავალ მე ლუცა მოვიტან, ცოტა დამშვიდე იქნებ რა. გამარჯობათ. დათო ალექსიძე თუ ცხოვრობს ამ ბინაში. მერე ამანათი მოუტანე. მომეცია. თუ შეიძლება ხელი მომიწევ. დადეად. დაიჭირე ეს ფურცელი. აჰა. მადლობთ. არ გაგზავნებთ. იცოცხლ. მოიტანეს ხო? მოიტანეს, ხო? დაუძახებ. მოიცა რა დაუძახებ, ერთ წუთი მაცახ. რა? მოიცა. მოიცა ის. რა. აჰა. ასე. აბა ეს ავიღოთ, აი ასე, მარიკუნა. რა შვები ირაკლი? ვცდილობ ვიყიდო ტელევიზორი, მარიკუნა. ეს მექნება მე. რა? დიახ, მიდი შეფუთე შენ ეს როგორ სიყო. მიდი. ალო. გოგი, მე ვარ. ხო, გოგი, ავიღებ იმ ტელევიზორს. ხო. და ისა, გოგი, შენ შეგიძლია რომ 10 წუთში ჩემთან მოხვიდე? ხო, წამოიღეთ ის ტელევიზორი და იქვე გავისტუმრებ ტელევიზორს. ხო, აქ ახლა 10 წუთში. ყოჩახ გოგი, ყოჩახ. აი ახლა არ დამღალე გოგი. არ დამღალე. აი ხო შეგძლებია რომ არ დამღალო ხოლმე. რატომ გლი ხოლმე? კარგი გოგი. კარგი. ბუდა ხო? მიდი. დათო რაღაც ამანათი მოიტანეს და შენია ალბათ ხო? ოპტიკა მომიტანეს? ხელი არ ახოთ, არ გამიტეხოთ, ესე იდოს, კარგია? რაღაცა დათო და ნახე აბა ერთი ეგ არის? აუ რა მაგარია. ჯერ ნახე როგორი შეფუთულია რა. აი ეთყობა რა უკვე რა. ეთყობა. იმიტომ რომ პროფესიონალი შეფუთულია და ეთყობა. გახსენი მეც მაინტერესებს ერთი რა არის, გახსენი ნახე. აი მე. ნახე რა ირა. ეს არის? ძალიან მაგარი არ არის ხა შეხედე რა. რა მოხდა დათო? გატყდა? არა ირა რა გატყდა? აბა სამაგრი ააკლი არა მე დათო? სამაგრი უნდა მოყოლოდა რითაც მაგრდება. არა რას მელაპარაკები? რა აი მე რა ის თუ დაიკარგა გავგიჟდები რა ირაკლი რა გეხოცები რა ვხნე ხა?
რა გავაკეთო? არა, არ დაიკარგებოდა. დათო, რატო დაიკარგებოდა? რკინის იყო ის სამაგრი? ოჰო, იქნებ ჟანგმა შეჭამა, დათო. რა ჟანგ? არ გაგიგია ჟანგმა თოფითო გელმა თხამენაკი. კარგი, მაგის ნერვები მაგიხა დამაწყდა უკვე ნერვები გახეთქაზე მაგულია. სადარი ხა ჩემი ისა რა? მოიცადე, იქნებ არ შეგიკვეთავს დათო, დაფიქრთიავა? აუ! არ შეუკვეთა რა. რა შეუკვეთ? არ შეუკვეთე იქ როგორში ჩემთვის მაინც გენახებინა ის კატალოგი რა. როგორ იცი ხოლმე. აი იქნება დათუჩა იქ იქნებოდა ის სამაგრით გინდათ ოპტიკური სამის და თუ სამაგრის გარეშეო იქ ეწერებოდა ინგლისურად ყველაფერი რა. არ შეუკვეთა. აი მე ირაკლი არ ვიცი მე ეს ინგლისური და მე რა ვიცი ხა რა ის როგორ არის სამაგრი რა ვიცი. ვიცი შენ? ვიცი. როგორ? Prong. ეწერა იგეთი რაღაცა ეგონი რა. ეწერებოდა დათუჩა, ეწერებოდა, აბა მე კი არ მოვიგონე ეს prong. ეწერებოდა, რომ გენახებინა გეტყოდი, რომ გინდა prong-ით თქო. მაგრამ არ მიჯერებ რა, დამსვი ერთი რა, მე შალანერვები რა. მე რა ვიცოდი ხა პრონგი რო იქნებოდა ეს სამაგრი რა. მაგდენ ინგლისური რა ვიცოდი და მე ჩაუკვეთავდი პრონგს. მაგრამ ეხლა ჩაუკვეთავ. მაგრამ ჩამომივა ორი კვირის შემდეგ რა. ეხლა მე და მე ეს ასე რომ მოვიქცეთ დათუჩა. როგორ მომისმინე. აბა, ცალხელში რომ დაიჭირო თოფი. ხო. მეორე ხელში დაიჭირო ეს ოპტიკური სამი. ხოდა ასე რომ ინადირო რა გამოცდილი მონადირე ხარ და რა ვიცი უნდა შეძლო წესით. მამას ხარობ, ხო? მამას ხარობ, ხო ეხლა? რა გინდა ეხლა? მაგას გინდა რომ ვიჭირო, ხო? ის და ნერვები მაქვს მოშლილი რა. ვინ ნადირობს ეგრე? კარგი, არი ნერვიულო. ელასტიურ ბინძს მოგცემ. რა თქმა ელასტიური? რა თქმა და ეს განაუჭირე, კარგად. და ინადირე, აბა რა ვქნა? უთხარი შექმას ნერვებს ნუ მიშლის და შემაიც ვითხარი მარიკა როგორ მოვიქცე ეხლა? დათო იცი რა მე ხან ნადირობის კარგად არ გამეგება ხო იცი მაგრამ რა ვფიქრე იცი აი ეს ოპტიკური სამიზნე რომ დაამაგრო ხეზე მყარად მე შენ ესე უკნიდან ამოუდგები და მაისე იმაგები არა ვიცი როგორ ესე იგი ხეს ამოუდგე დაამაგრებ უკნიდან შენს მამას ხარავებ ხო მარი მე დიზგრესი ვარ ხო მე ნერვები მაქვს მოშლილი თქვენ ეხა იგონებთ რაღაცებით მამა იმუნებთ ვინ ახარ შენ ამის ზოლი ბოროტები ხართ თქვენ მეტყერაფის ბოროტები ხართ ო აბა მე ვიფიქრე წავალ ვინადირებ ოჯახში ხორც შემოვიტანმეთ რა ვიცი დათუჩა, ვიცი რომ შენ ოჯახზე ფიქრობ და ხორცის შემოტანა გინდა. ვიცი, ეჭვს არ მეპარება, მაგრამ არ გამოდის ეს ნადირობა და რა ვქნათ, ისევ ბოსტანს მიაწექი. ხო, პომიდორს და ოხრახუშს მაინც შემოიტან ოჯახში, რა. რა ვქნა ეხლა მე, ჰა? სადუშოვის პრომი. მე გიშოვი. მე შოვი არა. გინდა გიშოვო? მინდა. გინდა გიშოვო? მინდა. აღიარე, მაშინ რომ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი აქვს. კი. ვაი მე რა როგორ დაგიმეშოვე? ხო. ტელევიზორი ჩემზე იყოს. ხო. ჰა? კარგი. ვის მოიცადე? რა შეიძლება ვისურვე? გიშოვო. ალო? გოგი? მე ვარ. გოგი რა მაინტერესებს იცი? შენ შემთხვევით პრონგი. ხო, პრონგი ხო არ გაქვს? დედა არ გადამრიო. დედა რას მელაპარაკები? გოგი რას დედა როგორ გამახარე გოგი ერთი ცალი მაინც მოგვეცი რა მაჩუკს ხო მაჩუკს ერთი ცალი მაინც ხო გვაჩუკე ხო შენ ამ და არ გჭირდა ხო გოგი ისა და ეხლა მოდი უკვე ხო მოდი მე დაგხვდები ქვემოთ დაგხვდება და ტელევიზორის ფულსაც მოგცემ კი არ დაჭის ფულს ხო მივცემ ტელევიზორს კი კარგი გოგი კარგი მიდი მოიტ არ დამოიწდეს რა პრონგი არ და პრონგი რა დავიწყდება კაცო აქ მიდი
კარგი წავალე ხოლმე და ამოგიტან ფრონკს. მადლობა უთხარი გოგის. გოგის ვებ. ჰა? მადლობა. კარგი. აი ხა მარტა ისე სერიოზულად კი არ ვეუბნებოდი არ მოგცემ ტელევიზორის ფუძე. ვაწვალებდი და აი ეს კი არ ვიცოდი ესე მოხდებოდა. უსა ამ წვალებაში ფრონკიც მაგდა ტელევიზორიც. გენიოსი ვარ რა. გენიოსი რა. აი ლაშა კეთო არ მოსულა? არა? სად არის ამდენი ხანი ნეტა? მე ეს უნდა გავიტანო. ვით? ხო. სად არის ამდენ ხანს? რატო აგვიანებს? არ ვიცი. აი მე რა უნდა გითხრა ხო? სიზმარი ვნახე. მოკლედ მე და ჩემი სიზმრები რა. ისე თამარ ისა ექსიზმრები რომ დაწერო შენ და ბროშურებად რომ გამოსცე მე და ჩემი სიზმრე. მორჩი? იცინე შენ და ახალყურებ სიზმარში ვნახე ვითომ ქეთუშა და სანდრო იყვნენ ცოლქმანი. რაღაცა მოვიდა ქეთო? პეპელა. რაიცი თქვენ ტელეფონს არ მუშაობს რეკავ რამდენი ხანია რომ მოვედი ახლა სათქმად არ გამოდის ტელეფონს. მოკლედ ქეთოვანმა დამაბარა რომ დამაგვიანდება. და სად არის თვითონ? აი მე რა მაგარია იცი? დღეს ქეთოვანი და სანდრო შემახვედრე ერთმანეთს, მოეწონათ ერთმანეთი გაგიჟდნენ და წავიდნენ რესტორანში. აი მე ვაი შენ კი არა ვაი მე. აი ლაშა მოიყვანე ახლა მეოთხე ცოლი და ესე გამოუშვი ბროშურები მე და ჩემი ცოლები. შევედი მე.